ტივის ჟურნალისტი ალექსანდრე ახალკაცის წიგნის პრეზენტაცია მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო. ჩვენ კიდე გადავიღებთ ყველაფერს და გაგაცნობთ რა ხდება და როგორ ხდება, რა წიგნი დაწერა და ასე შემდეგ. წარმატებებს ვუსურვებ ალექსანდრე. ჯერ არ გავცნობილი ვარ, ჯერ მხოლოდ მომიტანეს დილით მომიტანეს მოსაწვევი და ჩვენ ვალდებულად ჩავთვალე და დავი რომ მოსულიყავი და დავსწრებოდი იმ წიგნის პრეზენტაციას, იმ ავტორის მიერ შესრულებული რომანის პრეზენტაციას, რომელიც გახლავთ უსამართლობის მსხვერპლი, ისე როგორც ნახევარი საქართველო და ეს არის სიმბოლო იმ ადამიანების ერთობისა, რომელმაც მოიკრიბა ძალა, შეძლო წამოდგომა ფენიქსივით და დღეს საზოგადოებას უმტკიცებს, რომ სწორედაც მტკიცებულება იმისა, რომ ის იყო უდანაშაულობის მსხვერპლი არის მისი შემოქმედება, რომელიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება და მე გვპირდებით, რომ გავეცნობით თუ არა, თუ შესაძლებლობა მექნება გაგიზიარებთ ჩემს შტაბ-ჭრილებას. ალექსანდრე ახალკაცთან მე მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდში, როდესაც ის ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იტანჯებოდა ქსნის დაწესებულებაში, მის მიმართ იყო განხორციელებული არაადამიანური ზეწოლის მთელი კასკადი და ის მიიყვანეს პრაქტიკულად იმ მდგომარეობამდე, როდესაც შეიძლებოდა მისი ცოცხლის დამოკრებოდა რეალური საფრთხე, მაგრამ ღმერთის წყალობით, მისი შემართებით და რაც ყველაზე მთავარია, მართალი ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მან შეძლო დაეძლია ყველა წინააღმდეგობა და დღეს საზოგადოების წინაშე იგი წარსდგა თავისი შემოქმედების მნიშვნელოვანი პროდუქტით. თავისი რომანით, რომელსაც ალბათ ფართო საზოგადოება გაეცნობა და იქნება ძალიან საინტერესო განსაკუთრებით ყოფილი პატიმრებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკანონო მსჯავრი გამოვიარეს მთელი ამ წლების განმავლობაში. მომავალი ტივის სახელით წიგნის პრეზენტაციას რეალურად ძალიან საინტერესო და აუცილებლად გავეცნობი მის წიგნს ჯერ არ წარმიკითხავს ნამდვილად და წარმატებებს ვუსურვებ ტელევიზიის სახელით. ტარდება ხოლმე, თუმცა ის რომ სტუდენტის მიერ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია, ეს მე მგონი უახლოეს წარსულში პირველად ხდება. შესაბამისად ძალიან მისასალმებელი არის, როდესაც სტუდენტები მსგავსი ტიპის აქტივობით გამოირჩევიან და სალიტერატურო კუთხით ხელოვნებას ამდაგვარად ემსახურებიან. ესეთი წიგნები და გაეცანით თუ არა და დაინტერესება იქნება თუ არა ხალხი. მე პირველში მივულოცო ჩემ მეგობარს თანამებრძოლს ალექსანდრე ახალკაცის ეს მშვენიერი წიგნის გამოცემისათვის. რა თქმა უნდა, მე არ ამიტომ გავეცანა, მე შეგინდნე ვიცი რა ხდებოდა, ასე რომ მე მის პროზას გავეცანა და ძალიან კარგად გაკეთებული მხატვრული დოკუმენტური პროზით არის გადმოცემული. ესა პირველი მერცხალი და ბუნებრივია ესეთი ლიტერატურა აუცილებელია. ყველა ვინც გაიარა ეს ჯოჯოხეთი, ყველამ უნდა თავისი წვლილი შეიტანოს თუნდაც ამ კუთხით. რათა მოხდეს აი ამ წინა რეჟიმის დანაშაულებების სრულად მე ვიტყოდი ლუსტრაცია და გამოზეურება. ასე რომ მე მინდა ვთქვა, რომ აი ალექსანდრე აგრძელებს კიდევ ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისათვის და ეს არის რეალური მე ვიტყოდი ამ ბრძოლის მშვენიერი ასე ვთქვათ ნიმუში. და რა ვიცი, მე მინდა ყველა ამ ადამიანს, რომელიც ამ პოლიტპატიმრების სახელით მინდა დიდი მადლობა უთხრა ალექსანდრეს ასეთი კარგი ნაშრომისათვის, დროული ნაშრომისათვის, თუნდაც დღევანდელი მძიმე პოლიტიკური ფონი ვითარების ფონზე, ეს არის ძალიან აქტუალური მნიშვნელოვანი საკითხი. და მინდა ყველას მოუხადო ალექსანდრეს ჩემი სახელითაც ყველა პოლიტპატიმრის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ თავისუფლად გადაგვარჩინეს. აი ბატონი დიმიტრი ლოტკიფანიძე აი აქ იმყოფება და მინდა მას მოუხადო დიდი მადლობა, რომლებიც მართლა ეს ხო დიდი წვლილი შეიტანეს თუნდაც ის რომ ჩვენ გვეგვიძლია საშუალება აი ესეთი ნაწარმოებები თუნდაც დავწეროთ. მართალია ეს ასე ვთქვათ ტრაგიკული გამოცდილების ფონზეა, მაგრამ მაინც. ვახტანგ მაისაია, ექსპორტ პოლიტპატიმრები.
მის მერე ესე გრძელდება მეფეები, იმპერატორები, თავადები, მოკლედ ყველა ვისაც ის სისხლი ჰქონდა, ისხდნენ, ხალხი კი იდგა, ადამიანები რომელთაც ძალაუფლება ჰქონდათ და არაფერს არ წარმოადგენდნენ იდეაშიც. მათ შორის ჩვენ გვახსოვს რა ტიპური ეპოქის უდიდესი ღვთაება ზევსიც კი იდგა. ხანდაკება. ამას ასე იმიტომ დავიწყე, რომ მე დღეს ვიდგები მთელი საღამოს განმავლობაში ფერზე და თქვენ ისწრებით, იმიტომ რომ რეალურად შემოქმედები ხართ თქვენ და არა რომელიმე მწერალი, პოეტი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თითოეული მათგანი ამოიზრდება ხალხიდან და სტიმულს, რომელსაც აძლევს მწერალი თუ ნებისმიერი შემოქმედი არის ხალხი. უღრესი მადლობა თითოეული თქვენთაგან მოგზაურობისათვის. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანს სურდა აქ მოსვლა, მაგრამ არ არიან გარკვეული მიზეზების გამო და დიდი მადლობა მათაც. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ და დღეს გავიცანი პირველად, მაგრამ პერიოდიკაში ჯერ კიდევ ჩემი ნაწარმოების ბეჭდიდან ასე ვთქვათ ინტენსიური კავშირი ჰქონდა თანამედროვე საშუალებები, კომუნიკაციის საშუალებები ამას ვაძლევს ამ საშუალებას. მე არ გადავიდეთ ახლა რაღაც მონაკვეთების წაკითხვით ჩემი ნაწარმოებიდან და იმას თავიდან ბოლომდე თქვენ მოგანდობ. უბრალოდ გავიხსენებ რამდენიმე პერიპეტიებს, რომელიც ამ ნაწარმოების გამოცემას ეხება თავს. პრინციპში ეს იყო უფრო ძირითადად კურიოზები, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს შეეხმართ მისი გამოქვეყნების შემდეგ. მოკლედ ეს ესეთი თავი არის ქალბატონი ვეზირები, როდესაც ნაწარმოების ერთადერთი უარყოფითი პერსონაჟი, ну, в принципе, ბევრი უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ყველაფერი ამის შექმნელი, რომელიც არის ბატონი, ესე იგი, სცენა დახატული, მე მინდოდა ძალიან მოკლედ ლაკონურად დამეხატა მისი სახე კითხვისათვის და ამას ალბათ შევძელი, მე ვფიქრობ და თქვენც ნახავთ. და ერთ თავში, პრინციპში, ვაჩვენე ერთი სცენის აღწერისას და ბატონის მიერ საფუძველოს წარმოქმნისას, როგორ თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს ბატონი და ეს ბატონი არ არის ვინმე ერთი კონკრეტული, არამედ ეს ბატონები არიან ყველა ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებში, რომელთაც ადამიანი არანაირ ღირსებას და ფასეულობათა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ. ხო და არის ერთი ჩემი დეიდაშვილი, ამირანი, რომელსაც წავუკითხე და რა თქმა უნდა ამხარი ვის ნაწარმოებიდან მიკითხავდი და როდესაც მორჩი კითხვას ძალიან ესე გულთელი გულით შეიძინა ამის დამწერის ასე და ისე. მე რა თქმა უნდა სიცილი ამივარ და ბოლოს ხმაზე დავიწყე ხარხარებას. ვერ წარმოიდგენდა თუ ეს ჩემი დაწერილი იყო. ხო და მოკლედ მე მივხვდა თვითონ და ძალიან შეიცვალა რომ ეს ჩემი ნაწარმოებიდან წავუკითხე. მოკლედ აქ არის ყავს ერთი ერთნები კიდევ აღწერილი, ესენი არიან ტუბზონის ერთნები, რომელსაც ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გადმოვიტანე ნაწარმოებში, რეალური პერსონაჟები და ზოგიერთი მათგანი რა თქმა უნდა შევკრიბე, ასე ვთქვათ, კრებულს სახელებად წარმოვადგინე. ხო და ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე შემოდის ძალიან უცნობი ზარი, რომელიც არ გავკირებია და უპასუხე. ტელეფონის მეორე მხრიდან ესეც. კაცო, ბატონო ალესანდრო, გეგზავდები? დიახ, ისმენთ? მომისმინე ეხლა შენაშვილი ხარ? და ვიფიქრე რომ ბარტელი არის ეხლა იცის და მე მეგონა იმოსნარი უნდა ნეკნეკა. ეხლა მე ვთქვა, აი რომელი ხარ ეხლა ბავშვი და საქმე შეიძლება. შვილო, რა რაცაა? მომისმინე ეხლა? აგერა მე ვერ თამბის ნუნუკა. და ნუგოიც ახაზას. იგა შენა როძე ნუნუკაზე. ეგა სიმართლე ხო არის შვილო? და გამახსენდა მე რომ მყავს, კაიქთან მყავს წარმოდგენილი ნაწარმოებში. ხო და შვილო, აგერა მე დავისვი ხა ნუნუკა და მეუბნები. ეგ ბიჭი აგერა წერს. ნაწარმოებსაც კი დაწერია ნამდვილი ამბავი. ხო და ესე იგი შენზე ნამდვილსაც წერს. ხო და აგერა მიზის ეხლა შვილო, მითხარი ყველაფერი. ნუ გოიცაგერე ეს თავის საქმესა და დავამთავრებ. ამას არ მოვაჭრევ და შემოჯახე თავსა. ამიცოდი და გამიგეთებია პარტია ეხლა და უსვათ რა ვიცი მოვიკიდე მთელი ძალა ვერ გავიცინო რა თქმა უნდა დავათავისინებოდა ოჯახი იგრეოდა და უცხარი ალბათ თქვენი სახელი ნუ ამას ის სახელი ვერ გავემახსოვრე რა თქმა უნდა ჩემ და ალბათ ეს არის ნაწარმოები ლუკას არის რაღაცა ეკატერინეს და სხვებიც ხა ეს არნიშნავს იმას რომ მომისმინე შვილო აკა ტუბზონა ხო ყავს ნახსენელი ყავს კი ბატონო მაქვს ასე ხო და აგერა ვიდეოს ეხლა მე
ჟურნალში. და ახლა წავიკითხე ყველაფერი. ეს ნუნუკა იქნება რომ მეუბნები აგენა დაწერა ბიჭმა. თავს იკიშებს, თქვიშვილო ყველაფერი და დავამთავროთ ამით. გაუჩერდი, არ ვიცი რა ვუხარ, რა მოკლედ და მომისმინე ახლა შვილო კაცო. იქა რო გიწევია, რომ აი პატიმრები უყურებდნენ ასე, ისე. ესე იგი, ნუნუკა არის ფუსი. ხოდა, მოკლედ ახლა რა ვიცი, ავდები შევეცადე ყველანაირად ავხსენებო. რომ ლიტერატურა არის პარამეტრი და რომ შეიძლება ადამიანი რომელიც გონია რომ არის რაღაცა რეალური, სიამოვნებაში მოსულიად მოგოდილი და როგორც ესეთი მოგოდილი საქმეებია სული. ლიტერატურაში მოკლედ ახლა ნახევარი საათი ვილაპარაკე და როგორც იქნა ეს ხალხი დავარწმუნე რომ მისი ნუნუკა არაფერ შუაში არ იყო, ხოდა ნუ მოკლედ ბოლო იქ თავის ნუგოსთან ერთად გადაწყვეტეს რომ ნუნუკა აღარ ემუშავა ტუბზონაში და ემუშავა სხვაგან. და ესე შევთანხმდით ამ იმაზე მივახცეთ ამ შეთანხმებას და რა ვიცი. იმედი მაქვს რომ ნუნუკას პრობლემები არ შექმნა, მაგრამ საქმე ის რომ ნუნუკა სულ შოქში ჩამაგდო. და ბოლოს ქალბატონ ნუნუკას ბოდიში მოუხაზეთ ჩემს ერთხა ნუნუკა და ნუნუკა მეუბნა კი მე მესმის ალექსანდრე რო ახლა ეს მე არა ვარ, მაგრამ ჩემს მეზობლებს როგორ აღხსნაო. ეს ახლა სასაცილებია, მაგრამ სამწუხაროა გიცაა ხალხური ლიტერატურა ესე. მოკლედ წავიდით ხომაში მაგთავს მე ქალბატონ ექცნებს. ესე იგი გუშინთია მეუბნეო და ხარ დავხარ შევძადოთ. აი მომზადებული და მეუბნეთ დაგწნობა ეს ხდება. ჩვენ საკუთარი დაწესებულება სხვა საჯელოსნების დაწესებულებისაგან განსხვავებულია, რადგან აქ ბევრი მანდილოსანი, ექიმები, სანიტარები მუშაობენ. რა თქმა უნდა, პატიმარ კაცს უხარია, როცა მისი ექიმი ქალია, თანაც ძალიან ლამაზ და სექსუალური ქალია. ასე არ თქვა რუსავე ყველა ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთა უყურადღება არ ნახულ მაჩვენებლად მიასრულა საკუთარი კუნდას 2-3 თუ იხილავ მთელი კურსის გამავლობაში და ეგეც საუკეთესო შემთხვევაში. მაინც უზომოდ ბედნიერი ხარ, ახლოდან რომ შეიგნო ქალის უნდას. მერე ის წავა შენ განმარტოვებ და საკუთარ წარმოსახვაში მილიონჯერ მაინც აუცილებლად სიყვარული და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ეს ქალი. არიან გამონაკლისებიც. ასეთ პატიმრებად ეძლევა საშუალება ძალიან ახლოდან უზიონ ექიმს ან ექთანს და მათ გაესაუბრონ იხუმრონ. მეც ამ გამონაკლის კატეგორიაში ვიყავი რა და ასე დაემთხვა, რომ აქ მუშაობს ჩემი ოჯახის ახლობელი 2 ექიმი. ამ გამონაკლებულ ყურადღებაში მხოლოდ მე პერსონალს ვერ დავადანაშაულებ. პატიმართა გარკვეული ნაწილი ზედმეტად თავშეყოს მათთან ურთიერთობისას. მათი პრობლემების მოსასმენად გამოძახებულ ექიმებს ხშირ შემთხვევაში თავს ავეცრებენ და ისინი ჩიზულებულნი ხდებიან აგრესიას მიმართულ თავის დასაცავად. მინდა ტუბზონის ზოგიერთი ექიმი და ერთმანეთს მას გაგასწრებთ. ბალია ჭუხაძე საკმაოდ კვალიფიციური ყურადღებიანი ქალია, დაახლოებით 50 წლის დაბალი ასაკისათვის შესაბამისი დანით. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდობაში უამრავი თამარიცემი ეყოლებოდა და მათი ყურადღებით განედვირებული იქნებოდა. ახლაც მინიმუმ 6 პატიმარი ებრანჭება ვალია ექიმს. მაშინ როცა მთელი საქართველო სიდუსტრის ჭაობში იყო ჩაფრული და პატიმრებისათვის არავის ეცალა, როცა პატიმრების დიდი რაოდენობა შიმშილით იხოცებოდა, ვალიას განსაკუთრებით მძიმედ ყოფი და გაჭრევი პატიმრებისათვის საქმდა, საკუთარი სახსრებით მოჰქონდა სურსად სამოვაკე. ზაგერზები და ხედი, ამიტომ ლაგერები პატიმრების დღეში, რომლებიც უკვე დიდი ხანია სხედან და ვალია ექიმის გასვლიგები კატალიზია დიდი პატივისცემის საქმეა. ჩემი სიმპათია ექიმების მიმართ განსაკუთრებულია. ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან დამღლელი მონოტონური სამუშაო აქვს და მეორეც ძნელი ათასნაირი ფულის ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობა პირდაპირ მზერით გაუპატიურებს. ისინი ქალთა შორის ყველაზე იდეალური არსებები არიან. მე რა რომ ერთ-ერთი მაგდანი სუხანია და მე სუხანი ქალები არასოდეს მომწონდა. მე რა რომ ერთი ძალიან დაბალია და არც ასეთი ქალები მისდავს. ისინი დილით 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ტუბზონაში იმყოფებიან და მუშაობენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ რომელ საათზე გამოდიან სახლიდან, რათა ათეულობით კილომეტრი გამოიარონ და დროზე მივიდნენ სამსახურში. საათ დაწესებულების თანამშრომლები ყოველად უნამუსოდ იქცევიან და შეურაცხყოფენ შმოს უტარებენ თითოეულ მათგანს. მოკლედ გადავახტები და წავიკითხავ ნუნუკაზე. იმიტომ რომ ეს რა ქვია. მათ კეთილდება ესე იგი ხო, მოდი ასე ინტერესებს.
ნინო დეიდა 40 იქნება მიტადებული და მოკლედ ორი დეიდა რომლებიც საკმაოდ სპეციფიკური ხალხი არიან და ხუმარა ხალხი. ნინო დეიდა 40 იქნება მიტადებული და გაუთხოვარია. შეიძლება ითქვას ეს ხალხი ზედმეტად ყურადღებიანი ადამიანები და ყურადღებაც უწუდებენ ერთმანეთთან, თუმცა მე ვწვდე ზედმეტი ყურადღებაც ერთივე გამოგზავნა როგორც ყურადღება. დედაშვილის ლაპარაკი უზომოდ უყვარს და მათ ყოველთვის ყურადღებით უსმენ. არ მახსოვს ჩემს დეიდებს საკუთარ თავზე ესაუბროთ. ისინი მაშინაც მეჭრობია, როცა გამოჩენილ ყურადღებისათვის მადლობას ვუხდი. სხვადასხვა კარგი უმორი ცნობა აქვს და მოშხამული ხასიათის რომ იყო პატიმრები ხშირად არიან უნებოდ, მაინც გაგაცინებენ. ცხოვრების ხალი შეყვარდებენ და მძიმე ავტომობილში მაშინ დაგარქმენ, რომ ძალიან მალე კარგად გახდებიან. წამლის დასალევად 2 წუთით რომ შემაგვიანდეს, მათ ამის და მაშინ ჩემი პალატის კარტა შდებიან, მიციდან ამოსული. სიცოცხლის მოდარაჯე სოკოები და იწყება მორიგი დაკითხვა. არათუ დააგვიანებს, უნდა ხომარ ხალხი ხომარ დაწუხებს, საჭმელი ჭამე დღეს აერზე ისენენ და ასე შემდეგ. ერთხელ წამალი ვერ დავალია, რადგან ჩამედგა. მეორე დღეს როცა ეს ამბავი შეიტყვეს, დამოსდნენ და სხვა პატიმრების გასაგებად სულ ვირისპირა მეძახეს. მერე დედაჩემი ნახეს და მასთან გამნაცვლეს. უთქვამთ, კარგი ბიჭი ყავ, მაგრამ რამდენადაც დიჭირა, იმდენად უპასუხისმგებლო და უტვიროა. მათ კეთინო ნუდუკაზე როგორ ხარ რაღაც ორივე ჩემს ოთახში შემოიძრა. გადაეთან იმაგდეს და გამონაცეს რა. აი კიდე ამ გათხოვებას გახვალ საცაა და მე თავში ხვალ გიხერა. ჭკვიანად დაიგდე და იმკურნალე. ეგენი ქალებს გულისხმობდა, ვერ გიშვერიან. ისინი იმდენად თავისუფლების მოყარენი არიან, მანერება, თავისუფლება და 1000 სექსუალური პარტნიორის გამოსვლა ერთმანეთში. თან თანამშრომლებმა წურულტობა რომ გაგიგო ხო მოგდებენ გვერდებს, შოდა ღირსიც იქნები მე და ჩვენ დაგიმაგდით. არა და ჩემს და ნუნუკა შორის სერიოზული არაფერი ყოფილა. უბრალოდ კეთინო ერთთანმა გავუკა ყველაფერი, რადგან ერთხელ როცა ნუნუკა არ იყო, კეთევას მითხრეთ დღეს ნუნუ რატომ არ არის. მომწონს ეს რომ მიკეთებს ნებს 1 კილომეტრი. ხშირად ჩემი მეგობარი პატიმრები მიდიოდნენ დედაშვილთან და წასაკეთებდა 1000 რამეს ეუბნებოდნენ. მათაც მეტი რა უნდათ, ამაყუდებდნენ ყველას თვალხმი და მლანძავდნენ. ენათანია მეგობრები კი ხარისხობდნენ. ნუნუ დაბალი, მაგრამ იდეალური ხალხია. ყველა პატიმარი მის საქმეზე რჩება თვალი და არსება გამონაკლისი. ერთი პირობა ვიფიქრე კიდეს თანამედროვე მედიცინის საშუალებებით ხომ არ აქვს მის უკანას იდეალური ფორმა მეთქე, მაგრამ მე დავწვდე რომ შევხვდი. მას ერთი შვილი ყავს, ვერ დავადგინე მისი თმარი ექიმია თუ მძღვარი, მას უყურებ რომ მოვიდა იმდენი პრისტუპნიკის დანახვარი სასაცილო დაიბნა, თვალებს აკეთიკით აწეცებდა, შეშინებული პატარა ხმაურზე ცარცახებდა, კრუნჩნიკებს გვერდან აღწევდა და პატიმრებს მას აღწევდა. ერთხელ გადასხმა დამიყენა, ძალიან გაწვალდა, რადგან ცუდი სიცარბები მაქვს და გადასხმის დაღმენებსაც ადვილად მისდება. ვიძახი რკინის საწყობზე გვერდით ნუნუკა ჩამოსგუებული ხო სასაცილოდ გაზეთებული ვცდილობდა ჩემი ველის დამუჩილებას. ბოლოს თქვა მეორე ხელი დამეხმარეო. მე რაღაც შინაგანი წარი დათვლილმა ხელი მის მარჯვენა მტევას დავადე და რომელიც მაგარი ხალხის და ეცა მე მიდოდა მისთვის ლექსი წამეკითხა, მაგრამ გადავებიქი არ სულ და ბანალური ყოფილიყავი. ეტა როგორი რეაქცია ექნებოდა რომ მეთქვა ჩვენ და ციფერგრუპებთან იწვევდა პროფილი გეფინოს ჯურჯი მე შესმეუღლის პირველში უწევრო ჩავახედა შესკეთილ სულში. ნუ მოკლედ ერთი სიტყვით რატომაც ყველა აღიქავს ისე რომ ეს რომანი არის რაღაც კონკრეტული ისტორია, კონკრეტული კი ძალიან ბევრი რეალური ისტორია, ძალიან ბევრი ადამიანები რომლებიც წლების მანძილზე ჩადიოდნენ დანაშაულს და რომელსაც ეს ადამიანი არაფერს არ წარმოადგენდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მოხსენებული იყოს პირდაპირ და არც მის მათ სახელების შერავაზება, იმიტომ რომ თუნდაც ნინძა ლიტერატურული პერსონაჟია და მაგრამ არაფერი დამატება არც განმაზება ჭირდება, არც მიმატება, არც შეცირება და რაღაც უმეწონა ხო გადმოვიტანე პირდაპირ, მაგრამ მათი უმრავლესობა კრებითი სახელია რა თქმა უნდა. არც ის არის ახლა პირობითი არც რომელიც თავად იმის ალექსანდრე კედვარტოვი ერთადერთხელ არის ნახსენები, ეს ჩემი სახელი სულაც არის, რომ მართლა მომწონს ალექსანდრე, რომელიც ბერძნულად ნიშნავს ესე იგი ხდეს მამას და ხალხის მცველს. ხალხის მცველობის ალექსანდრე რა ვთქვა, მაგრამ სიმართლეს ყოველთვის იცავს და პრინციპში სიმართლის გამომარო ხშირად თელავებში ვარდება ხოლმე. ამის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის ალბათ ზიანოდარი, რომელიც არის ფილოსოფოსი. პრინციპში ფილოსოფოსი სულაც არა პროფესიით, მაგრამ საერთოდ ჯარში მაინც ფილოსოფოსია, რომელიც ესეთი სამაგალითო პერსონაჟი თვითონ თავარი მოქმედი პირისათვის. რომანში განვითარებული მოვლენების ეგ ორ ნაწილადაა გაყოფილი. ეს არის პერიპეტიები ციხემდელი და პერიპეტიები ციხის შემდეგ. უпростоრად ციხეში. ციხის შემდეგ არაფერი არ ხდება. ციხის შემდეგ დაიწერა მხოლოდ ერთადერთი თავი დასასრულის ნაცვლად, რომელიც რა თქმა უნდა გათავისუფლების შემდეგ დავწერე და დავწერე იმიტომ რომ არ ვიდო და არ მედგინა ის ნაწილი, რომელიც განადგურდა მნიშვნელოვანი ნაწილი რომანის იმის გამო იმათ მიერ ვის ძინავლებაც იყო მიმართული. ეს უბრალოდ რეჟიმია, რომელსაც რეჟიმიების ადამიანებს რა თქმა უნდა ის ყველაფერი ცდილობს საფუძველში მოკვლას ყველაფერი თავისუფლების
მოყვარული და ყველაფერი თავისუფლების მიწოდებელი საზოგადოებისათვის და ხალხისათვის. შესაბამისად არ გავაგრძელეთ დაწერა, ესე იგი შეიძლება რა თქმა უნდა არ მეწინა ის ნაწარმოები, მაგრამ უბრალოდ ერთი დიდი მინუსი ექნებოდა, რომ ის არ იქნებოდა იმ ემოციებით დაწერილი, რომელთაც წერებოდა დანარჩენი მავლურად მთვარის შუბზე, უმეტეს შემთხვევაში თითოეულ გაფაჩუნებაზე მალვით კურსლების, იმიტომ რომ შეიძლება ეპოვათა დახევას მიჩივიდა და ხოდა მოკლედ ესეთი არაფარგინე ასე მოვიკეცი და არაფარგინე და დავტოვე ისე როგორც გადარჩა შემთხვევით, ესე იგი ეს იყო დაახლოებით საერთო ჯამში 60 პაჩკა პარლამენტის ფასია, ეს როგორ მოხდა საიმედო ხელში და ალბათ იმისათვის ვფიქრობ ეს სულელი არის რაც პაჩკა პარლამენტს ამ ნაჭრებში როგორ ბაზარს ალბათ წავიდო, მაგრამ როგორც 60 სულელი არ ყოფილა. ეს პატარა